თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაციას სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ დაასკვნითი სიტყვა თქვა, მან კაციას დამნაშავედ ცნობა ითხოვა. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს, რომელმაც დღეს პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილე, ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი უდანაშაულო ცნოდა გაათავისუფლა. აბრამოვის საქმის პროკურორიც ნუგზარ ჭიტაძე იყო. ჭიტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კაციას შხრეკის ვიდეო კადრი და პროცესის შემსწრე პირი არ არსებობს, საქმეში მოწმე პოლიციელთა ჩვენება სანდოა. მისი თქმით, ვიდეო გადაღება კაციას ფიზიკური წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ნეიტრალურ პირს, ჭიტაძის განმარტებით, ირგვლივ ტერიტორიაზე არავინ გადაადგილდებოდა. პოლიციამ საცხოვრებელი სახლის კარზეც დააკაკუნა, თუმცა უშედეგოდ. ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილს ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. ბრალდების მტკიცებით, კაციამ გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში 14.5 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი უკანონოდ შეიძინა. კაცია ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. მას რვიდან 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კაციას მომდევნო სასამართლო პროცესი 26 აგვისტოს გაიმართება.